წარმოვიდგინეთ ქვეყანა, რომელიც მანქანის ერთ საბურავსაც არ აწარმოებს, მაგრამ სწორედ ეს ქვეყანა მილიარდობით დოლარს შოულობს მანქანების გაყიდვით. აბსურდულად შეიძლება ჟღერს, მაგრამ ეს ქვეყანა არის საქართველო და დიახ. ჩვენი საექსპორტო საქონელი უმთავრესი არა ღვინო ან მინერალური წყალი, არამედ სწორედ ავტომობილებია. საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი უმთავრესი ავტოჰაბი და როგორ გახდა და როგორ მივედით აქამდე, ამას დღეს აგვიხსნის ჩვენი და თქვენი საყვარელი ეკონომიკური მიმომხილველი გიორგი კეპულაძე. გიორგი, რას გავიგებთ დღევანდელ ვიდეოში? როგორ ყიდით მილიარდობით დოლარის ღირებულების ავტომობილებს ისე რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ, რა შეზღუდვები შემოდის და რას ნიშნავს 6 წლამდე ასაკის მანქანების გაყიდვის შეზღუდვა და რეგისტრაციის, ასევე რას ნიშნავს კუბის ეფექტი, როგორ შეიძლება დაბერდეს ჩვენი ავტოპარკი და ეპიზოდის ბოლოში გვექნება მცირე რჩევები მათთვის, ვინც ავტომობილის შეძენას აპირებს, როგორ არ იყიდოს დანაძირი მანქანა და მთავარია სად მოვიპოვოთ ფინანსები და როგორ მოვიპოვოთ ფინანსები იმისთვის, რომ შევიძინოთ ავტომობილი. გიორგი, ხო. როგორ გავხდით რეგიონში ერთ-ერთი დიდი ავტოჰაბი, ისე რომ საბურავსაც მართლა არ ვაწარმოებთ? ამას აქვს თავისი მიზეზი. მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს აქვს ზღვაზე და მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელი. ანუ საქართველოში შესაძლებელია, რომ საზღვაო გზით შემოვიდეს ავტომობილები. ამ უპირატესობას ჩვენ ვიყენებთ და ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენს აღმოსავლეთით არის 9 ქვეყანა, რომელსაც არ აქვს მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელი. ანუ ეგრეთ წოდებული landlocked ქვეყნებს ეძახიან, ანუ არა საზღვაო გასასვლელით ქვეყნები, ასეთია სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზიის 5 ქვეყანა მათ შორის. შესაბამისად, მათთვის ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი გზა, რომ იქ შევიდეს ავტომობილი, ევროპული და ამერიკული, არის სწორედ საქართველოს გავლით. როგორ მოვედით აქამდე, ხო? პირველ რიგში ის, რომ საქართველომ სადა რომ შეექმნა ძალიან მარტივი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ჩვენ გავიფორმოთ, ანუ მყიდველმა ავტომობილის გაიფორმოს თავისი შეძენილი მანქანა და ეს ხდება, რა ვიცი, მე მგონი ყავის დალევა და ყავას რომ შეუკვეთავ შეიძლება უფრო გვიან მოგიტანო, ვიდრე ავტომობილის განბაჟებას და მის გაფორმებას სჭირდება, ხო? რუსთავში გადაიტანეს, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ავტობაზრობა, იქვე გაკეთა მომსახურების ცენტრი, იქვე ეს არის ახლოს მათ შორის ჩვენს მეზობლებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან და პირველი მყიდველები საქართველოს შემოყვანილი ავტომობილების სწორედ ისინი იყვნენ. დღეს უკვე საქართველოში შემოყვანილი ავტომობილები გადის არა მხოლოდ აზერბაიჯანში და სომხეთში, არამედ გადის ცენტრალური აზიის ქვეყნებში, როგორც ყაზახეთი, ყირგიზეთი და მათ შორის ვთქვათ, აი ამ ქვეყნების გავლითაც ხდება სწორედ რუსეთში, იმიტომ რომ ახლა სანქციების რეჟიმია და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ რუსეთში გავყიდოთ ევროპული, მათ შორის მეორადი ავტომობილები და ამერიკული ავტომობილები. ამიტომ ამას შემოვლითი გზით ვაკეთებ. შეიძლება ითქვას, ფორმალურად ეს ავტომობილები თითქოს გადის ყირგიზეთში ან ყაზახეთში, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ხდება რუსეთში. თუმცა ეს არის საკმაოდ დიდი ბიზნესი, ასე ვთქვათ, ხო? თუ შემოდის რამდენიმე მილიარდის ავტომობილი, იქიდან მხოლოდ ნაწილი რჩება საქართველოში. იმპორტირებული ავტომობილების აბსოლუტური უმრავლესობა გადის ექსპორტზე. ანუ რეექსპორტზე, ხო? და აღნიშნეთ და შენს აღნიშნე, რომ აქ ჩვენ არ ვაწარმოებთ საბურავსაც და მანქანას არანაირ აქსესუარსაც კი არ ვაწარმოებთ, მაგრამ ვართ ავტომობილების ექსპორტიორი. ჩვენს იმპორტშიც და ექსპორტშიც ავტომობილებს უკავია პირველი ადგილი და ეს საკმაოდ დიდი შემოსავალია, ხო? შეიძლება იფიქროს ვიღაცამ, რომ ახლა რა საქმე ეგ არა, ექსპორტი ეგ არის, შენ არ აწარმოებ და როგორ ხო რანაირად, მაგრამ რეალურად ამ სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, ვინც თქვა სარგებლობს ამით. მე როგორც ვიცი, ჩემ გარშემოც არსებობენ ადამიანები, ვისაც ჩამოყავთ დაზიანებული მანქანები, აკეთებენ და მერე ყიდიან. მაგრამ ეს იმხელა რესურსს მოითხოვს ადამიანურს, რომ ვერ ხვდები საერთოდ რად უღირთ ამ მანქანების ჩამოყვანა და მერე გაყიდვა, გაკეთება და გაყიდვა.
რო არ უღირდეთ ხომ არ გააკეთებენ. ამას ანუ აკეთებენ ინდივიდუალურ ფიზიკური პირები, მათ შორის და ბევრი კომპანიაც მუშაობს, ხო, ამაზე ავტომობილების იმპორტზე, ანუ შემოყავთ, ჩვენ ვართ ერთგვარი რაღაცა დიდი სახელოსნო, ასე ვთქვათ, ხო? იქ რაღაცა დაშლილები თბილისის რამდენიმე ადგილას, იქ ელიავას ბაზრობა, თავისი ხელოსნები და ასე შემდეგ და ძალიან ისეთი კარგი ხელოსნები ყავს, მათ შორის, რომლებიც ახერხებენ იმას, რომ მეორადი ავტომობილები, ამერიკული თუ ევროპული, აქ ჩამოიყვანონ, აქ გაახლონ, რედაქტირება გაუკეთონ ამ ავტომობილებს და შემდეგ გაყიდონ, ხო? და თავისთავად გარკვეული თანხა მოუგონ, როდესაც ახლა პირობითად უცხოელზე ყიდიან ამ ავტომობილს, რა თქმა უნდა, ახლა წაგებაში ხო არ წავლენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ემუშავებენ. საკმაოდ დიდი ბიზნესია ეს, ბევრი კომპანია, ბევრი ფიზიკური პირი არის ჩართული და საკმაოდ დიდი ინდუსტრია გახდა რეალურად ეს. ხო, შეიძლება ვიღაცამ იფიქროს ეს რა ბიზნესია, მაგრამ საკმაოდ სერიოზული ბიზნესია, რომელსაც აქვს თავისი წესები, თავისი მოთხოვნები აქვს და თავისი რეგულაციები და შესაბამისად ჩვენ ხშირად გვსმენია ამ ადამიანებისგანაც რომ რაღაცა ახალი რეგულაცია რო შემოდის, ან რაღაცები იზღუდება, ან პირიქით თუ მარტივდება, ან სხვა ქვეყნებში თუ იზღუდება, ხო? მაშინ ამ შემთხვევაში გარკვეული აქვს გამოსვლები და აქციებსაც კი აწყობენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ ბევრი ამ ავტოიმპორტიორია და დილერი, ასე ვთქვათ, საქართველოში ამ კონკურენტული უპირატესობის გამო, რაც ჩვენ გვაქვს ზღვის გასასვლელის გამო. სანამ შემდეგ შეკითხვაზე გადავალ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, გამოგვიწერეთ სოციალურ პლატფორმებზე, გვადევნეთ თვალი და თუ რაიმე შეკითხვა გაგიჟდებათ, მოგწერეთ და ვეცდებით რომ ჩვენ თქვენს ყველა კითხვას უპასუხოთ. ესე იგი, რადგანაც რეგულაციებს შევეხეთ, მოდი განვიხილოთ ახლა აპრილში რომ შემოვა ახალი რეგულაცია და 6 წელზე ძველი მანქანების შემოყვანა აღარ შეგვეძლება, რა გავლენას მოახდენს და მოახდეს თუ არა საერთოდ რაიმე გავლენას ექსპორტზე და იმპორტზე. აუცილებლად მოახდენს გავლენას. აქ საკითხი დგას ასე, რომ ჩვენ ახალი რეგულაციით თავრობამ ვთქვა, რომ 6 წელზე ძველი ავტომობილის დარეგისტრირება აქ აღარ იქნება შესაძლებელი. ანუ ექსპორტზე გაყვანა შესაძლებელი იქნება. პირობითად ვთქვათ, ვიღაც X პიროვნებას ჩამოყავს ავტომობილები, ხო და ყიდის მერე ან ქართველზე, ან უცხოელზე. ამ შემთხვევაში ჩვენ მას ვუზღუდავთ გაყიდვის გარკვეულ სივრცეს, ანუ ქართველზე ვეღარ გაყიდის, იმიტომ რომ ეს ქართველი აქ ვეღარ დაირეგისტრირებს, თქვათ 2019 წლიან ავტომობილს და მხოლოდ უცხოელზე უნდა გაყიდოს. თუ თქვათ უცხოელზე ვერ გაყიდის, რა გამოვა, ხო? მაშინ უნდა დაშალოს ეს ავტომობილი და დაშლილებში უნდა გაყიდოს, ხო და წაგებაში წავიდეს, ხო? ამიტომ ჩვენ ერთი მხრივ ხელოვნურად ვზრდით მოთხოვნას ახალ ავტომობილებზე, რადგან ვიღაცა ვინც ყიდულობდა მაგალითად 18-იან და 19 წლიან მანქანას ის უკვე ვეღარ იყიდის და ავტომატურად გადაერთვება რომ 20 წლიანი და 21 წლიანი იყიდოს და მეორე მხრივ ჩვენ ვამცირებთ მიწოდებას, როდესაც ძველ მანქანებს აღარ ვარეგისტრირებთ საქართველოში და ეს თავისთავად ორივე მიმართულებით გამოიწვევს ფასების გაზრდას, იმიტომ რომ ერთი მხრივ შემცირებული მიწოდება, ეს რა ვიცი, ელემენტარული ეკონომიკაა და მეორე მხრივ ხელოვნურად გაზრდილი მოთხოვნა. ასევე აქ შემოდის ეგრეთ წოდებული კუბის ეფექტი, ხო? ძალიან ისეთი ეგზოტიკურია, ჩვენ კუბის კადრები ვისაც გვინახავს, რაღაც ეს ძველი ამერიკული ავტომობილები რო დადიან. ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული. კუბაში შეზღუდული იყო ამერიკიდან ავტომობილების და თორსტები დღემდე შეზღუდული ამერიკიდან ავტომობილების შეყვანა და სხვა ქვეყნებისგან ძალიან შორს არის სხვა ავტომწარმოებლებისგან, ამიტომ ძირითადად ძველი საბჭოთა ავტომობილები ყავდათ, ვითომ ახლები, ნიო და ასე შემდეგ და ან ყავდა ძველი ავტომობილები ამერიკულები, რომლებსაც ფიზიკურად სანამ ვადა არ გაუვიდოდა ბოლომდე და სანამ თავის თავს არ მოჭამდა, არ დაჟანგდებოდა, მანამდე იყენებდნენ, იმიტომ რომ ახალს ვერ ყიდულობდნენ. ეგ არის ზუსტად. ეხლა ჩვენთან რა მოხდება, წარმოიდგინეთ, რომ მე თუ მყავს, თქვათ, 2014 წლიანი ავტომობილი და მინდა რომ თქვათ ახალი ვიყიდო, ხო? ვერ ვყიდულობ 2019-იანსაც კი, ანუ უნდა ვიყიდო აუცილებლად 5-6 წლის ავტომობილი, რომელიც ძვირია, შეიძლება ჩემთვის და რახან ვერ ვყიდულობ, ამიტომ ამ ჩემ 2014 წლიან ავტომობილს ვატარებ ბოლომდე, სანამ რა ვიცი, სანამ შეძლებს ეს ავტომობილი, ხო? ან სანამ მე შევძლებ, თქვათ, ან სესხის აღებას, ან ახალი ავტომობილის ყიდვას, რომელიც უკვე გამიძვირდა, ხო? შეიძლება მე ეს 2014 წლიანი ავტომობილი 2018 წლიანი შემეცვალა, უფრო იაფი
ხანები დამიჯდებოდა, მაგრამ ახლა მიძვირდება. შესაბამისად ეს გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი ავტოპარკი მთლიანობაში დაბერდება. ამას ვეძახით ჩვენ რაღაცა კუბის ეფექტს, სადაც შეიძლება ისე ძველმა ავტომობილებმა იარონ. თუმცა მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს რეგულაცია შემოიტანოს და მათ შორის ამას ხსნიან, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვით, რომ ძალიან გაიზარდა საქართველოში ავტომობილების რაოდენობა და ისინი მათ შორის აბინძურებენ ჰაერს და ერთ-ერთი мотиваცია ამ რეგულაციის არის ეს. ეს ავტოპარკის დაბერება რას გულისხმობს უფრო დეტალურად? იმას გულისხმობს, რომ ადამიანი, რომელსაც ყავს პირობითად ცოტა ძველი ავტომობილი, 2010 წლიანი, 11 წლიანი, იმისთვის რომ შეცვალოს ეს ავტომობილი, უნდა იყიდოს ან საქართველოში უკვე ჩამოყვანილი 2019-20 წლიანი და უფრო ძველი ავტომობილი, ან უნდა იყიდოს ახალი. ახალს ვერ ყიდულობს, იმიტომ რომ შესაბამისად ფული არ აქვს და სესხსაც ვეღარ იმატებს ამდენს და ამიტომ ეს თავის 2010 წლიანი ავტომობილით ივლის იმდენ ხანს, სანამ შეძლებს ეს ავტომობილი და ავტოპარკის დაძველება მათ შორის იმ ეკოლოგიაზე ხო ზეგავლენას მოახდენს, სად ძველი მანქანას რო გამონაბოლქვი ექნება და სად ახალს, მაგრამ თუ ახალს ვერ ყიდულობ, მიწევს ისევ ძველი ციარული. ამიტომ ეს мотиваცია რომ თითქოს რაღაცა ჩვენ ამით ეკოლოგიურ მდგომარეობას გავაუმჯობესებთ, ეს ანუ კონტრარგუმენტი ამისი არის ის, რომ ეს ძველი მანქანა ხო უფრო მეტად დააბინძურებს ჰაერს, ხო? ამიტომ ჩემი აზრით ჯერჯერობით საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ხალხის არ არის ისეთი, რომ მაინც და მაინც ვაიძულოთ, ასე ვთქვათ, ისინი რომ გინდა თუ არა ახალი მანქანები იყიდეთ, ხო? გასაგებია, კარგ ქვეყანაში და მდიდარ ქვეყანაში კი ბატონო, მაგრამ საქართველოში სადაც რთულია ადამიანებისთვის ძვირი ავტომობილის შეძენა და ახალი მანქანები ავტოპარკი ძალიან მცირე ნაწილია დღეს, თქვა 2020-21 წლიდან შემდეგ გამოშვებული. მით უმეტეს სალონიდან ეხა რამდენი ვიცით, ვისაც გამოყავს, ხო? მანქანა ბევრი არ არის, ხო? აი ეს არის, რომ მე ამიტომ ისევ გვიწევს ისევ ძველი მანქანები და ეს ნიშნავს სწორედ ავტოპარკის დაძველებას და ის არგუმენტი, რომ ჩვენ ამით ვცდილობთ ეკოლოგიას გავუფრთხილდეთ, ხო? აი ეს არგუმენტიც არ არის რელევანტური. იცი რა არის? ხო არ შეიძლება რომ არსებობდეს რაიმე ქვემოტივი ამ რეგულაციის ქვემოტივი? ხო, არ ვიცი, მე არ მიყვარს ზოგადად შეთქმულების თეორიებში შესვლა, რომ ვიღაცას რაღაცა ბიზნეს ლობირებს ან ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ანუ იდეაში თითქოს კარგია, ხო, რომ აი ჩვენ ეკოლოგიაზე ვზრუნავთ და ამიტომ გრძალავთ ძველ ავტომობილებს და თან ვცდილობთ, რომ შევზღუდოთ ავტომობილების რაოდენობა, ანუ შევამციროთ ავტომობილების რაოდენობა. რატო? ხო, საცობებია თბილისში და ბათუმში და თქვა დიდ ქალაქებში განსაკუთრებით, ხო? მაგრამ აი რეგიონებში რო ცხოვრობენ ადამიანები, სადაც მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ვერ მუშაობს, ხო? კარგად. იქ რა უნდა ქნას იმ ადამიანმა, რომელსაც არ აქვს საშუალება ახალი ავტომობილი იყიდოს. ივლისე ისევ აი ამ თავის ძველი ავტომობილით და ვერ დააბინძურებს გარემოს. ხო, ლოგიკურად ასია, კი ბატონო. თუ მაინც გადავწყვიტე, შევძელი და გადავწყვიტე მანქანის ყიდვა, აი რა უნდა გავითვალისწინო. პირველ რიგში ალბათ უნდა გადავწყვიტოთ ჯერ რა ტიპის საწვავზე გვინდა ავტომობილი, ხო? არის ტრადიციული ბენზინი ან დიზელი, არსებობს ჰიბრიდული ძრავები და არის უკვე სრულად ელექტრო, ხო? აქ არის ძალიან ინდივიდუალურია, რაღაცა უნივერსალური რჩევა, რომ ელექტრო იყიდე და კარგია, ასე არ არის. ელექტრო ავტომობილის შეძენა ღირს თუ გვაქვს თქვა საშუალება, რომ სახლის პირობებშიც დავტენოთ, ან საკუთარი სახლი გვაქვს, ან ავტოფარეხი გვაქვს, სადაც შევაერთებთ და დავტენით, რადგან დიდი დრო ჭირდება, ან რაღაცა სამსახურთან არის ეს ელექტროდამტენები. ბევრი არ არის, ახლა კი იზრდება, მაგრამ მაინც ამ მხრივ პრობლემატური. ასევე აი ქალაქიდან ქალაქში როცა მივიდივართ, ახლა კი იზრდება კილომეტრაჟი, თქვა და მოცულობა ამ გზის გავლის შესაძლებლობა ავტომობილით, ელექტროავტომობილით და უკვე 400-500 კილომეტრის გავლა შესაძლებელია სრულად დავტენილი ავტომობილით, მაგრამ ზოგი მაინც ერიდება, იმიტომ რომ ზამთარში შეიძლება უფრო მეტს წვავდეს, ასე ვთქვათ, მეტ ელექტროენერგიას ხარჯავდეს და მეტ ელექტროენერგიას მოიხმარდეს ავტომობილი. მეორე ვარიანტი არის ვთქვათ ჰიბრიდი. ხო, ჰიბრიდი არის კარგი რა შემთხვევაში, აი თუ თბილისში ხშირად გვიწევს ვთქვათ საცობებში სიარული, ხო? ტრადიციული ვთქვათ ბენზინის და დიზელის ავტომობილები, რომლებიც შედარებით მეტს წვავენ, გაცილებით მეტი დაგვეხარჯება. ჰიბრიდი ამ შემთხვევაში კარგია, რომ ვთქვათ, როდესაც ვთქვათ ტრასაზე ვიქნებით, ვთქვათ იქ ბენზინს დაწვავს, თბილისში საცობებში
მაღაზიებში ძირითადად დაწვავს თავის გამომუშავებულ ამ ელექტროენერგიას და აკუმულატორები აქვს, ხო? ამიტომ ძალიან ინდივიდუალურია და ყველა თავის თავზე უნდა მოირგოს. შემდეგ არის უკვე რა თქმა უნდა შეფასება, ხო, ავტომობილის როგორი ტიპის ავტომობილი, ჯერ შესაძლებლობებს უნდა შევხედოთ, ხო, როგორი ავტომობილის შეძენა გვინდა, როგორი მოგწონს, ფერი, ბევრ რამეს აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, მაგრამ ყველა ეს შეთავაზება და თქვა რჩევა არის ძალიან ინდივიდუალური, იმიტომ რომ უნივერსალური რჩევა რომ ვიღაცას შეიძლება თეთრი მანქანა მოწონდეს, ვიღაცას შეიძლება არ მოწონდეს, ფერს გულისხმობ, ვიღაცას Mercedes-ი მოწონს, ვიღაცას BMW, ან პირიქით. და ამიტომ ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ შევამოწმოთ ეგრეთ წოდებული ვინ-კოდი, მაგალითად დღეს არის ამის საშუალება, რომ მან ავტომობილის ვინ-კოდის საშუალებით დავადგინოთ მისი ასაკი, ასევე ნაავარიები არის თუ არა ეს ავტომობილი და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება. ბიზნესებს რა ეშველებათ, რომლებიც ამით მუშაობენ რა, ამაზე მუშაობენ, მანქანები ჩამოყავთ და მერე ყიდიან. სანამ ანას უპასუხებ, მინდა შეგახსენოთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ 64-ის YouTube არხი, რადგან ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. ხო, მოუწევთ თავისი ბიზნეს მოდელის ცვლილება, ასე ვთქვათ, ვინც ვთქვათ მუშაობდა იმაზე, რომ ცოტა ძველ ავტომობილებს ჩამოიყვანდა ან ცოტა დამტრეულს და აქ შეაკეთებდა და მერე ცოტა უფრო ძვირად გაყიდიდა, ამ ბიზნეს მოდელის შეცვლა მოუწევთ. რა თქმა უნდა, ბაზარი ადაპტირებას მოახერხებს საბოლოო ჯამში ამ ცვლილებებზე, თუმცა ამას გარკვეული პერიოდი დაჭირდება, ეს უცებ ვერ მოხდება, გარკვეული შოკის ეფექტი რა თქმა უნდა ამ ცვლილებას ექნება, როგორც გითხარით, ორივე მიმართულებით გაძვირდება, როგორც ძველი ავტომობილები, ასევე სავარაუდოდ გაძვირდება ახალი ავტომობილები, გასაგები ეკონომიკური მიზეზების გამო და ამ კომპანიებსაც და ინდივიდუალურ პირებსაც, ვინც ამაზე მუშაობდა, თავისთავად რაღაცა გადაწყობა მოუწევთ ახალ ბიზნეს მოდელზე, რაც ყოველთვის მტკივნეულია, გარკვეულ რისკებთან დაკავშირებულია, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებაა. ჩემს ირგვლივ ავტომობილებს ძირითადად ცეცხლით ყიდულობენ ხოლმე და რა რჩევას მოგცემ, ჯობს რომ სამოხმარებლო სესხი გავაკეთოთ თუ ავტოსესხი? ხოდაშორის ძალიან კარგი კითხვა. ავტოსესხი ცოტა უფრო ძვირიანი პროდუქტი, ასე ვთქვათ. ანუ როცა ავტოსესხს იღებ, ეს ეხა შესაძლებელია ავტოსესხი როგორც მეორად, ასევე ახალ ავტომობილებზე და მათ შორის ამერიკის აუქციონზე შეგიძლია აქედან სესხი აიღო და ისე შეიძინო, მაგრამ ავტოსესხის საპროცენტო განაკვეთი ცოტა უფრო მაღალია ვიდრე სამოხმარებლო სესხის, თან მას უნდა გქონდეს მიზნობრიობა, აქ შეიძლება მოგიწიოს ავტომობილით უზრუნველყოფა, ასევე სავალდებულო დაზღვევა ავტომობილითაც ყოველთვის ხარს ისედაც გაგიზრდის, რაც შეეხება სამოხმარებლო სესხს, შენ ამ შემთხვევაში არ გთხოვენ, თქოთ რაღაცა მიზნობრიობას, ხო, რისთვის იღებ ამ სამოხმარებლო სესხს, ამიტომ უნდა დათვალოს ყველა ინდივიდუალურად და ვისაც სურვილი აქვს შეუძლიათ რომ დაგვიკავშირდნენ და მოგწერონ რომ პირადში და ჩვენ დავუთვლით, რა ჯობია მათთვის რა ვარიანტი ავტოსესხი თუ სამოხმარებლო, მაგრამ შენ შემთხვევაში ბევრი სწორედ აი სამოხმარებლო ტიპის სესხს იღებს იმისთვის რომ შეიძინოს ავტომობილი. მაგრამ აქაც არსებობს გარკვეული წესები, იმიტომ რომ სესხს როცა ვიღებთ, ხო, ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავტომობილი არის ეს ცვეთადი, ხო, ანუ რაც უფრო დრო გადის, რაც უფრო მეტ კილომეტრს გადის, მით უფრო ეცემა მისი ფასი. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ, რომ სესხი კი ნელ-ნელა იფარება, მაგრამ მანქანა უფრო მალე არ უნდა დაგვიძველდეს, ვიდრე სესხს დავფარავთ, ხო, იმ ხელ სესხის არ უნდა ავიღოთ. ასევე დაზღვევა არის გასათვალისწინებელი. ავტომობილის დაზღვევა ძალიან კარგი პროდუქტია, საჭიროა, მაგრამ დამატებითი ხარჯი ამისთვისაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაზღვევა ხო რისთვის არის საჭირო, რომ თუ უბედური შემთხვევა მოხდა, ხო, და ვთქვათ, აზიანდა ავტომობილი, რომ დაზღვევამ გაგვიკეთოს და ჩვენ არ მოგვიწიოს რაღაცა ფინანსურ კატასტროფაში გაკოტრება არ მოგვიწიოს, ასე ვთქვათ. და ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი შემოსავლის რა ნაწილს ხარჯავთ ავტომობილს. ანუ რამდენი ფული მიგვდის საწვავში, დაზღვევაში, თუ ავტომობილის ყოველთვიურ რაღაცა ხო ჭირდება ხოლმე ხანძეთის შესვლა და ხან მუხრუჭების და ასე შემდეგ, ხო? ცვეთა აქ და აი ეს ყველა ხარჯი უნდა გავითვალისწინოთ და როდესაც თუნდაც სესხს ვიღებთ, ხო? შემდეგ ეს ყოველთვიურ სესხის გადასახადში დამატებით სესხის გადასახადს პლუს უნდა გავითვალისწინოთ ეს ხარჯები, იმიტომ რომ მხოლოდ სესხის დაფარვა არ ეყოფა, იმიტომ რომ იქ დაზღვევა, იქ ზეთის შეცვლა, იქ საწვავი თავისთავად და
ძალიან ბევრი ფაქტორია. ფაქტორი ახალი წევრი გვემატება ოჯახში, როდესაც ვყიდულობთ ავტომობილს და ხარჯით შესაბამისად შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, მაგრამ აი თუ ბევრს წავს ავტომობილი შეიძლება რომ ჰიბრიდულ ავტომობილზე ან ელექტროავტომობილზე გადასვლა მე საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად შეგვიმციროს. თან ელექტროავტომობილების პარკინგი თბილისში უფასოა. მოკლედ კარგად უნდა დავფიქრდეთ სანამ ავტომობილს შევიძენთ და ხო, ზოგადად ახლა ეს ისეთი შენაძენია უძრავი ქონების არ იყოს, რომელსაც ხშირად ვერ ვაკეთებთ. ხო და რა თქმა უნდა, როდესაც მსხვილი შენაძენია, თავისთავად კარგად უნდა დავფიქრდეთ, მით უმეტეს აწი თუ ავტომობილს შევიძენთ, როგორც წესი ძალიან საკმაოდ ძვირის გადახდა მოგვიწევს, იმიტომ რომ ახალი ავტომობილი უნდა შევიძინოთ აქ ჩამოყვანილი. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი რომ შევაჯამოთ, საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, ბევრ კითხვას უპასუხეთ და როგორც გაირკვა, ავტოსფერო და მძღოლები ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე მდგავართ, ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ სანამ ავტომობილის ყიდვას გადავწყვეტ, გვიღირს თუ არა ინვესტიციის გაკეთება. გიორგი თუ რაიმეს დაამატებს, სიამოვნებით მოგისმენთ. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო გადაცემა გამოვიდა, მინდა დავაკმაყოფილე შენი და მაყურებლების ინტერესი და თუ მოგეწონათ ეს ეპიზოდი, გამოვყევით 64-ის YouTube არხზე, სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე, მოიწონეთ ეს ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს და გახსოვდეთ, რომ ჩვენი მხარდამჭერია TBC. მოგვალ შეხვედრა.